ნანი ბიცოლა, ხო? არა, რა პრობლემაა? რა შეწუხება, როგორ გეკადრება, როგორც კი ჩამოვა დავარეკინებ. კი, კარგი. ვინი, ირაკლი? მარიკა, ბიცოლა ჩემი იყო, ნანი. ჩემი გარე ბიძაშვილი როა, ნინო. წამოვიდაო თბილისში. ხო და ისა რა ქვია, ნერვიულობს ნანი, იმიტომ რომ ის ხო მოდის თბილისში. ნანი ნერვიულობს და როგორც კი ჩამოვა იქნებ დაარეკინო. ვერთხელ დავარეკინებ. ვინ შენი გარე ბიძაშვილი ნინო? რა მოგივიდა, მარიკა? ნინო, ჩემი ბიძაშვილი, ნინო ქუთაისიდან. ირაკლი, მე ქუთაისიდან ერთი ნინო ვიცი, რომელიც უკვე დიდი ხანია თბილისში ჩამოვიდა და თუ არ ვცდები 9 აპრილისთვის ემზადება. მარიკა, ნინო, ჩემი ბიძაშვილი, ქუთაისიდან, ქუთაისში ზედამეზობელი ქურდი რო ყავს და ქვედა პოლიციის უფროსი. ნინო, ვიცი როგორ არ ვიცი. ხო, ნინო, ჩემი ბიძაშვილი მოდის. მოდის, ხო. მოიცა მარიკა. მაგას ხო მანქანა ყავს. ხო და ის მანქანა უნდა რომ გაყიდოს. მართლა. მოიცა მარიკა. ხო და ამიტომ მოდის თბილისში. და ცოტა ხანი აქ დარჩება. მარიკუნა, მომეცი ეგ ჯოხი. და მე იმას ვიზავ, დავფერთხავ ამ ბალიშებს, დავფერთხავ და ცოტა ხანი აქ დარჩება. რატო ნერვიულობ ირაკლი? აი დათო ხო წავიდა და ნინო აი იმ ოთახში იცხოვრებს. კი იცხოვრებს მარიკა, მაგრამ შენმა ბიძაშვილმა რო გაიგოს, რომ ჩემი ბიძაშვილი ამ ოთახში დარჩა, სპორტული სიარულით ჩამოვა ბომბეიდან. ნინო არაჩვეულებრივი გოგოა, თანაც მუსიკოსია, ხო? ხო, მუსიკოსია, მარიკა. ესე იგი, ის მხატვარი, ეს მუსიკოსი, მარიკუნა, ახლა ერთი წერალი რო მოგვაძებნინა. ამ ოთახისთვის რამე გრანტის მოგება შეიძლება კულტურის. მე ხლა შევალ და იმ ოთახს დავალაგებ, თორე ახალი კლიენტი მოდის და რა სიტყვის ჩვენ სასტუმროზე? მოიცა მარიკა. მარიკა, მე და შენ ბათუმის და ქუთაისის გარდა სხვა ქალაქებში ყავს ნათესავები? რატომ მეკითხები? მე შინია მარიკა. ისი გეშინია ირაკლი? ხანდახან მგონია, რომ ეს ოთახი ცოცხალია. და რაღაც ზებუნებრივი ძალებით იზიდავს ხალხს. თან ნათესავებს. მიდი, დაჯექი ირაკლი, დაჯექი. კარს გავაღებ. მიდი ირაკლი, მიდი. ირაკლი, ой. ვაუ, მარიკა. გაფურცლებია ეს? აუ, მარიკა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ვაწარმოებთ მარიკა გამოკითხვას, რა მიზეზით ინგრევა ოჯახები საქართველოში. აუ, სად არის ახლა დათო რას მომეხმარებოდა?
დათო ახლა ალბათ ვინმე მახარაჯას სპილოს ასე იღნებს 50 რუპია. მალიკა, გეხვეწებით 10 კითხვას და გკითხავთ რა. მიდი ანანო, გკითხე და ჩვენ დაგეხმარებით, მიდი. ესე იგი, კითხვა ნომერი 1. რამდენად უარყოფით გავლენა სახდეს თქვენს ურთიერთობაზე უცხო ადამიანის ყოფნა სახლში? ლაშიკო იძახი სეზოდან და გადახედე რა არის. მე რო ვეძახი ხო მორბის ხოლმე. ხო ლაშიკო. რა? არ მესმის და დეგლუდი და ისე მელაპარაკე. რა? დედა გახდა ცუდად? სან წამოვიდე შენ წადი. თამრი, ქეთება მოსდეთ ახლა მთელ ქვეყანას რომ ლაშას დედა არის ცუდად. მერე იტყვიან რომ გენეტიკურიაო, მერე იტყვიან რომ ღლონტებს ავადმყოფი სიძე შეუვიდათო. გამარჯვე. გიდა თამრი რა ადამიანი ცუდად არის და მიხედვა ხომ უნდა რა. ქეთევან ახლა ხო ვიცი, იქ სერიოზული არაფერი იქნება. კარგი თამრი რა ხან ლაშიკომ დომინოს თამაშ თავი დაანება, ესე იგი ძალიან სერიოზულად არის საქმე. აი მე როგორ მეწოდება რა ჩემი ლაშიკო, ალბათ ახლა როგორ ნერვიულობს. არა, უნდა წავყვე. ქეთევან, არსად არ წახვალ. ეხლა თუ დათმე, მერე უკვე გვიანი იქნება და ის ქალბატონი, მე ხო ვიცი არა? ლაშიკო. მითხარი, რა მოუვიდა? არ ვიცი ქეთევან, არ ვიცი, არც მურთაზია სახლში და აუცილებლად უნდა წავიდეთ ჩვენ რა. ხო. ქეთევან, მიდი ახლა შენ ჩაიცვი. თამარ, შენ ახლა იჯექი და ხმა არ ამოიღო. ხო, კარგი, ეხლავე ლაშიკო, ეხლავე გამოვალ მოვემზა. რა თქვია, ხმა არ ამოიღო, იმიტომ ყოლი ვარო თქვენთვის მინდა კარგით ახლა აქეთ-იქით სირბილი და პანიკის ატეხოთ იმ ქალს უფრო შეაშინებთ. მეც წნევა მაქვს და მარტო დამტოვებთ? წნევა გაქვს? ხო. გაგიზომავ ეხლავე. მიდი. მაგრამ თავი გტკივა? არ მტკივა, მაგრამ ეხა დაიწყებს ტკივილს. აი ესე ახოლმე მე სუნთქვა არ მყოფნის. ნელა ნუ მომაგლიჯე ხელი. მე არითმია დამემართება. მე აი საფეთქლები იწყებს აი ესე ბრაგუნს არ ჩერდებიან. ვაიმე. ხო და აი ეს გაზაფხულიც. ეს გაზაფხულიც მოვიდა. ხო და დაიწყება ეხლა არეულობები. თამარ, შეგიძლია ერთი წუთი გაჩუმდე? იმ ქალს იქით წნევა აქვს, აქეთ ეს ოპოზიცია. აქეთ ჩემი სამსახური, რა ვიცი. არაფერი წნევა არ აქვს, ძალიან კარგად ახლა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ. მე როცა გჭირდება, მაშინ არ გაქვს რა ეს წნევა. ლაშიკო, მე უკვე მზად ვარ, წავიდეთ. ქეთევან მეც წამოვალ. ხო? დროზე მაშინ ახლა მე მანქანაში გელოდებ. ხო, კარგი, ლაშიკო. თამრი, თამრი, შენ რა გული გაქვს? წავიდეთ, ქეთევან, იქნებ ის ქალი რას გიტოვებს. სალამე დაჭიქი რა გეხვეწები რა. დაჭი. ეხლა მჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენი ორგანიზაცია აწყობს სოციოლოგიურ გამოკითხვას ადამიანებს შორის ურთიერთობებზე და გეხვეწებს რა ცოტა კითხვა მალე მორჩიოთ ძალიან გთხოვთ რა. გამოუშვი სოციოლოგიაში მაგარი ვარ. მართლაც კარგი ანანო, კითხე მე და სანდროს ურთიერთობებზე. კაი. ჯერ სალამეს. სალამე. ესე იგი როგორი ბიჭები მაგწას? როგორი და მაღალი, ოდნავ გრძელი წაბლისფერი თმით, წაბლისფერი თვალები, თან მსახიობური ნიჭიც უნდა კონდეს და ბიზნესშიც უნდა ერკვეოდეს. ვაუ! ჩემნაირი ბიჭები მოგწონს, სალომე? ზმახარა. აი, სანდრო. შენ როგორი გოგოები მაგწას? მაღალი სპორტული აღნაგობის შავბრემანი ხუჭუჭა თმებით. არა. მე
ეგრე კი არა, ანუ შეეშალა სანდროს მოსწონს საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგოები. წაბლისფერი ხუჭუჭად მით. ხო, მეიცოდე. ხო, ეხლა სანდრო, რა არის ურთიერთობაში შენთვის მთავარი? ალბათ ერთგულება. ერთგულება და შენთვის? ერთგულება. ერთგულება. აჰა, სანდრო, რამდენად გახსნილი ხარ ურთიერთობაში? უფ, ბოლომდე. მეც. შენც ეხლა აუ სანდრო ეხლა კარგად უნდა მომისმინო. აი სანდრო, დაფიქრდი. აი თუ ყოფილა შენ ცხოვრებაში ეგეთი შემთხვევა, რომ აი ადამიანზე იყავი კარგი აზრის, მიხვდი, ანუ აზრი გქონდა კარგი. და მე ეს აზრი აი საპირისპიროდ შეგეცვალა. აგეხოცები დაფიქრდი რა. ეგ ცოტა რთული კითხვა. საერთოდ ადამიანი იმდენად რთულია თავის წარმონაქმნით, რომ შეიძლება ანუ და ასეთი რამე შესაძლებელია, თუმცა აქვე შეიძლება რომ პირველმდელ აზრს დაუბრუნდე. ოშახ სანდრო, ნუ ყოფილა ესე იგი. შენ სალომე? მე ისო შენც იგივეს ჩაგიწერს სალომე, ნუ გიწერს. აი მე სალომე ბოდიში რა დამაგვიანდა დამეცინა და არა უშავს ხალხი მაინც არ არის. არა ხო? სანდრო, რა შვები შენ თეატრში? უარი ხო არ თქვი ჯამბაზის როლზე რა გადაგიყვანეს? ციკა, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არ არსებობს პატარა და დიდი რომ მსახიობები. არსებობს პატარა როლები. ეგრე რა სანდრო თორე კინაღამ წერა სხვა მეგონა. მე გავაგზავნე ხო? თიკა რა ფენით თამარის დაბადების დღეზე ბოლომდე დარჩი? აი მე ხა ბოლომდე ვიყავი, ჩემ წახვედი მარტო ადრე. იცი რა მაგარი დრო გავატარეთ? ბოლოს ლაშიკო იყო ისეთი მთვრალი, მაიუეის მღერა და იცი რა სენსაციო. არ მღერო და გეშლება რაღაც თიკა. არა? შემეშალა ირაკლი იყო, ძალიან მაგარი წროი და ძალიან მაგრა მღეროდა. არც ირაკლი მღეროდა. არა? აბა მე ვიყავი ესეთი მთვრალი? აი თიკა რა მოხდა მე მეციცი რამდენი დამალევინა ირაკლი. ხო, მაგრამ აი თავი საერთოდ არ მტყიო. არ მტყიო. მაგარი ღვინო აქ რა გოგის. უი, თიკა, გაზეთში ვნახე რაღაც განცხადება, ვაკანსიაო, ხო გინდა შენ სამსახური და ძალიან კარგი ხელფასი იყო რა. მართლა სანდრა რა მაგარია? ხო, მოგწევი. ხო. აი ეს არის. აი მე რა მაგარი ბიჭი ხარ სანდრა, ძალიან დიდი მადლობა. აი ხა ვინც შენზე ამის მერე თქვას მაგდებს არაფერი გაიგებაო, აი იცი რა ზამაგას. ეს რა არის სანდრო, როგორ მოგიხევია? ან რა ფირმა, ან რა ვაკანსია ხარ, რა გავიგო? კარგი თიკა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შეხედე, თავარი რა არის? მისამართი და ხელფას. კარგი რა სანდრო, რა კარგი რა, არაფერი შენ არაფერი რა, ირაკლი მოვიდა ნინოა ჩამოვიდა. და ღებერე. გამარჯობა მარიკა. კეთილი იყო ჩემი ფეხი. როგორ ახაც? ირაკლი. როგორ ახაც ჩემო საყვარელო, როგორ ახაც? როგორ მომენატრეთ? აი მე ესაკ. დაჯექი. როგორ? რა ვიცი ვარ თელა. შენ როგორ ხარ? როგორ იმგზავრე? რა ვიცი ნორმალურად მეც კარგად არა. შენები როგორ არიან? კარგად არიან რა სიზავე. პალიკო რა შვება? პალიკო არის ჯანზე? პალიკო ებძვის ცხოვრებას. ეს შემოძვირფასებო, ეს ლანამ გამოგიგზავნათ. აქ ისეთი არაფერი არ არის, იმერული ყველია, გოჭი, ნადუხი, სოფლის ქათამი. კარგი, რატო წევწებოდი, რა საჭიროა? კარგია, ძალიან კარგია. ოღონდ ცოტა ჩუმად, თორე შემოვლენ და ამ საჩუქრისგან არაფერი არ დარჩება. და არაფერი. ესა ირაკლი, მამამ მომიკითხეო და უსაყვედურეო. რა არის, რამდენი ხანია ჩვენსგან არ ყოფილხართ? ისე ქალაქი რო გაარემონტეს არ უნდა ნახოთ? ისე მართალი ხარ, ნინო, ვეუბნებოდი მარიკას, რომ იქნებ ზაფხულისთვის წავიდეთ ხო? ო, უნდა იჩქაროს, სწორედ ზაფხულამდე ის რემონტი კი გაფუჭდება.
რას მეუბნებოდი ზაფხულიო რაო? ტორპედოს რა უქნეს? არ თქვა. აბა, მე ვიცოდი რომ შენ გეწყინებოდა ირა. რას ლაპარაკობ ნინო? რას ლაპარაკობ? კიდევ გადავყევი მაგ ამბავს, ღავეები არ მეძინა. მე საზღვრებს გარეთ ვარ, ბარსელონას გულშემატკივარი, თორე საზღვრებს შიგნით ტორპედო. ხო, ტორპედო, ირაკლი, ტორპედო. ნინო, ირაკლი მითხრა რომ შენ მანქანის გაყიდვა გინდა. ხო, ჩემი ძველი მანქანის გაყიდვა მინდა, რა ვიცი, გაიაფთაო ეს მანქანებიო და დიფიქრე ახალს ვიყიდი თქო. და რა მანქანა ყავს? აჭკარიკა მერსედესი. კანდე იცი რა არის, ჩემო მარკა. ცოტა ხანს დავჩები თქვენთან. ამ ერთ ორ დღეში ალბათ გავყიდი ამ ჩემ ძველ მანქანას, მე რა ცოტა ფულს დავამატებ, ვიყიდი ახალს და წავალ. რა იყო? არაფერი. მოდი ნინო, მოდი მე შენ ოთახს გაჩვენებ. მოდი, წამოდი და გაჩვენებ შენ ოთახს. მოდი. აი, ისე როიცოდე, აქ არის აბაზანა. აბაზანა. ხო, აი ეს იქნება შენი ოთახი. ეს ისეთი კარგი ოთახია, აი აქ ვინც რჩება, ისე მოსწონს, რომ მე წასვლა აღარ უნდა. ირაკლი, ტელეფონი რეკავს უყარს. ალო? დათო. როგორ ხარ? რა ვიცი ჩვენც ვართ რა. რა ხდება მან ინდოეთში? მოგწონს? ტაჯ-მაჰალი ნახე? მოგეწონა? ესე იგი ისე მოგეწონა რომ მან დარჩენა გადაწყვიტე, ხო? სამშობლოში გირჩევდია? აქ რა ხდება და აქ ისეთები ხდება. კიდე კარგი შენ თვალით ვერ ხედავ. ხო, ოპოზიცია. კარგი და. ირაკლი, ცოტა ხანი აბაზანაში შევდივარ და ნინოს რამე თუ დაჭირდება, შენ მიხედე, ხო? რა პრობლემაა, მარიკუნა? როგორია? გამარჯობა. გიორგი თავაძე. თიკა. სასიამოვნოა. დავბრძანდით. დიდი მადლობა. გისმენთ? მე? დიახ. მე ვარ ვაკანსიის თავბაზე. არა, განცხადებაში კი ეწერა ყველაფერი ამომწურავად, მაგრამ იქნებ თქვენ მაინც ერთი-ორი სიტყვით მითხრათ თქვენი ფირმის შესახებ, ხო? კი ბატონო, ჩვენ ვართ VCRBI-ის პარტნიორი ფირმა და თბილისის VCRBI-ის ფილიალი. დიახ. VCRBI? ვაი, მე რას ლაპარაკობ? თბილისში თუ გქონდა ფილიალი მაგას ვერც კი წარმოვიდგენდი. დიახ, ესე იგი ჩვენ ახალი თანამშრომლები გვინდა, მაგრამ უფრო გამოცდილი სპეციალისტი გჭირდება, იცით, რომელსაც კარგად ესმის Lightwave 2 3D Max, Conflict Modulation, Animation System და ასე შემდეგ. Yes. ბატონო? გასაგებია. ისე საინტერესოდ ლაპარაკობთ ამ თქვენს ფილიალზე. გააგრძელეთ. დიახ. ამ სფეროში განათლება სად მიიღეთ? აქ თუ უცხოეთში? ძირითადად უცხოეთში. და უცხოეთში სად? ამერიკაში თუ ევროპაში? ევროპაში ძირითადად. ევროპაში. და ევროპაში სად? სად? იცით, მე ლონდონში ვსწავლობ. ძალიან კარგი. დიახ. ძალიან კარგი. მადლობა. და ტრიდეში თუ გიმუშავიათ? რა თქმა უნდა, ტრიდეშიც და ბანკშიც. ბანკშიც? კი, ბანკშიც. კი. კარგით. კარგი. და
რიდეში სამუშაოდ. დიახ. რომელი გირჩევნიათ? Lightwave თუ 3D Max-ი? როგორ არის იცით? ესე პირდაპირ მიჭირს ხოლმე გამოყოფა. ხან რომელში მირჩენია, ხან რომელში. იცით როგორ არის? აი როგორც ყავა და ჩაი. ზოგს ყავა ურჩევნია, ზოგს კიდე ჩაი. აი ესე ვარ. საინტერესო შედარებაა. Lightwave 3D Max-ი, ყავა და ჩაი. ხო. და Adobe 2006-ზე რას ფიქრობთ? 2006-ზე? მოძველებულია მე თუ მკითხავთ. 2006 ხო მოძველებულია. შეიძლება, მაგრამ ხო იცით ახალი ვერსიები პრობლემებს უქმნის BIOS და კი. უი, BIOS-ის პრობლემების მოგვარება თუ შეგიძლია. რა თქმა უნდა, როგორ არ შემიძლია? შემიძლია. მარტივად. მაინც? როგორ მარტივად? იცით, იმდენად მარტივად ვაგვარებ ამ პრობლემებს, რომ მე მგონი ახლა ამაზე ლაპარაკი არც ღირს. იცით, ჩვენ თავიდან რაღაც პრობლემები მქონდა. დიახ. მაგრამ ახლა ყველაფერი მოვაგვარეთ. ჩვენ კარგი კავშირები გვაქვს და სიჩქარე გვაქვს არაჩვეულებრივი. რას ლაპარაკობთ? არ გაბაგიჟოთ, მეც ვგიჟდები სიჩქარეზე. ჩემი ძმა სულ იცით რას მეუბნება? ნელა გოგო, ნელაო. გაცნავად. თქვენ შემთხვევით ხომ არ მოხვედით? შემთხვევით შეცდომით? არა, რატომ შეცდომით? მე განცხადებაც მაქვს ზუსტად თქვენი, აი, ხელფასი 2000 ლარიდან. ხო სწორად მოვედი. არის თბილისში. იმის არა კარგით. ჩემო ლამარა. რა ვიცი, ვიცი, არ ვიცი. და როგორ აღინერვიულა, როგორ? რა გახდა ეს ერთი თითის ტოლა გოგო, რა? ვაიმე, მაგას რომ დახავს. მოიცა ვიღაცა მოვიდა მე მგონი. უი, გადმოგირეკავ. და როგორ ახარ ამოვიდა? ჩემი ბუშტი. მოგივიდრე. გაუჩახჩახებიათ მთელი სადარბაზო. რატო არა? გამარჯობა დედა. გამარჯობა შენ. გამარჯობა. გამარჯობა გენას. ვაიმე დედიკო, არ მოგეკარები საშინელი ვირუსებია. როგორ ბრძანდებით ქალბატონონელი? ნაცვალე, რატომ შეეწუხდით? მარტო ლაშიკო მოვიდოდა. აი ეს შევწუხდით. ყველანი შევწუხდით თქვენს გამო. გადამეხადოს დედიკო. ეხა პულს გაგისინჯავ დედა. თქვენ როგორ ხართ? ჩვენ არაბიშავს კარგად გმადლობ. ცოტა ვიწროთ ვართ, მაგრამ არ ვაგრძნობინებთ ლაშას. იცით რა ოჯახია, ოჯახში მამაკაცია, ხან ის უნდა, ხან ეს უნდა, ხან ნერვებს გვიშლის, მაგრამ ხო არ გავაგდებთ ოჯახიდან. თამარ. დედა, ცოტა ცხელი მეჩვენებ დედა. ხო დედა, აი მიგძენი ახლა რომ სიცხე მამიწია და ისა წმების აპარატი მინდა. ხო. თერმომეტრი და კორვალორი. კარგი დედა ერთი. წნევის აპარატი კომოდის უჯრაშია საძინებელში. თერმომეტრი კარადის თავზე და კორვალოლი მაცივარში. რა ვიცი, მე ესე დავტოვე და თქვენ თუ გადაადგილეთ არ ვიცი. არა დედა, ხელს როგორ მოვკიდებდი მამბის მერე. ყველაფერი ისე ვისია როგორც დატოვე. კეთევან მიდი ეხლა და მომიტანე რა. მე კეთევან ადექი და მიდი. მიდი. ნახე იქნებ რა აქვს ახალი ნაყიდი. მიდი. თამარ მიდი რა წყალი მომიტანე შე. წყალი? სამზარეულო იქითა, მანდ ჭურჭელია. ჭურჭელი? თამარ ვაიმე, ჭიქა ხო უნდა წავიღო, წყალი რომ მოვიტანო.
აი მე შენ მოგიხდეს დედა დედიკო სად გაგიშვიე სად გაგიშვიე კარგი დედა დაწყანდი ხა შენ ჩემზე ნუ ნერვიული ეს მითხარი ეს ჩემი სიგელები რატო გამოფინია რა ვიცი დედიკო ვიფიქრე იქნება თიკა წამოყვეს მეთქი კარგი და დედა ისევ არ ისმის შენსას ანა დედა არ მომიშვი დედა მომხედე ეხა გამაგებინე რაღაცზე ნერვიული ხა ეს ხო აღარ არის აქ დედა რომ აღარ არის იმაზე ნერვიულობ დედიკო ძალი რომ სახლიდან გაგექცევა კარგია დედა კარგი რა დედა რა პირველი შემთხვევაა თუ რა არის დედა ყველაფერი მოგიტანეთ. ეს წნევის აპარატი, ეს თერმომეტრი, ესეც კორვალონი. ყველაფერს ისე ვაკეთებ დედა, როგორც თქვენ მეტყვით. და ყოველთვის ისე ვიქცეოდი, მე როგორც თქვენ მეუბნებოდით. საუზმე კი ბატონო, სადილი კი ბატონო, ვახშამი კი ბატონო. როგორ გეკადეთ დედა? მაჩუმებ, აი, გავჩუმდი. კი ბატონო. ყველაფერი დედა. დედა ხა არაფერი ისეთი სერიოზული არ იქნება. მე შენ წნევას გაგიზომ. მე დედიკო შერე ჩემთანა დედა არაფერი არ მიჭირსმე. დედა მე ხა სამწუხაროდ უნდა წავიდე სამსახურში მეჩქარება. რა სამბობდე? ხო, სამსახურში მეჩქარება, მაგრამ შენ არ ინერვიულო. მე რომ დავბრუნდები, მე იმ სხვა წამლებსაც წამაგებ. ისევ მარტო უნდა დამტოვო დედა. კარგი რა დედა, რატო უნდა დაგტოვო მარტო? ეხლა შენ სიწყნარე და დამშვიდება გჭირდება და ქეთევანი დარჩება და მოგხედავს. მე და ქეთევანს გვეჩქარება. მე სამსახურში ქეთევანს არ ეცხი აქვს. კარგი ეხლა რა თამარ, არ არის ის რა ქვია, კინკლაობის დრო. მე და შენ წავალ სამსახურში, ქეთევანი დარჩება და მიხედავს ხო ქეთევანი? კარგი მივხედავ. კარგით, მე დავრჩები. რა შეწუხდა დედიკო? ამაშა დაბრუნდება. არა დედიკო, რა შეწუხება? მე დავრჩები, მე მოგხედავთ. მოგივლი. ლაშა. ხუმალე დაბრუნდები. რას უყურებ ირაკლი? ანტილოპებია. ნინო, ჩემნაირი ჟაკეტი ქონია? შენაირი არა, მარიკა, შენია. იცი რა, ცოტა შემამცივნა რაღაც და ისე ფანტასტიკური ხარისხია. მარიკა. მარიკა, რა ქენი იცი? შენი ტანსაცმელი დამალე კარადის თავზე. და ვერ იპოვის. დამიჯერებ. გაგაცინებს ირაკლი. კარგი რა მარიკა, რა მოგივიდა? ერთ-ორ კვირაში გააგიდის თავის მანქანას. მერე წავა, აბას უასე ხო არ იქნება. კაცი რა. მარიკა, რა მინდა გთხოვო? ერთი წუთი მოიცა ნინო. მარიკა. არასწორად ეუბნები. ერთი წუთი მოიცა კი არა. ახლა მოიცა. ნინო გიცმენ. ისა მარიკა, მანქანის კლიენტია ერთი და დავილაპარაკოთო და შეიძლება რომ აქ სახლში ამოვიყვანო? რა პრობლემაა ნინო? აი ირაკლი იქნება სანტექნიკოსი, მე ვიქნები დამლაგებელი ან კატა. არ ვიცი ნინო, შენ რომელიც გირჩევნია. მოვიდეს, ამოვიყვანე. მარიკა, რა უცნაურია რა. ისეთი გზნობა მაქვს თითქოს დათო არ სადაც არ წასულა. ირაკლი, შენ რო დათოს შეპირდი მანქანაზე ფულს დაგიმატებო, ხო გახსოვს? ხო და იცი რა ვიფიქრე? აი ეს ნინოს მანქანა დათომ რო იყიდოს რა იქნება? კარგი რა მარიკა რა. შეიძლება სულ შენ ნათესავებზე ფიქრობდე? რატო შენ ნათესავებზე ირაკლი? იმ ფულს ხო შენ ნათესავი აიღებს არა? გამარჯობა. რა ხდება? არაფერი, არა ნიკო. თამაშობთ, მე და მარიკა. თამაშობთ. ანანო, შენ ეს მითხარი, შენმა ორგანიზაციამ რამე ახალი საინტერესო სერიოზული აქცია ხო არ წამოიწყო? აი მე ხვალ ვაპირებთ, უნდა წავიდეთ ველური აკაცია, უნდა აღწეროთ ლაგოდეხის ნაკრძალში. ხო. და ანანო ირაკლის რო უთხრა, თავის ბიძაშვილს მანქანას გამოართვევს და წაგიყვანს და სადილისთვის ციცრებსაც ჩამოიტანს. ვინმე. კაი რა მარიკა რა.
ბექა შემპირდა წაგეყვანო. ხვალ დილით 6 საათსა და 13 წუთზე თბილისის გასასვლელში უნდა მიდგე. ხო, თბილისი რო წერია იმის ქვეშ დადეგიო. ანანო, და მანქანა რო იყიდო არ გინდა? მანქანა. ვინ უნდა იყიდოს მანქანა? ეს ფეხით რო დადის, მაშინაც საფრთხეს წარმოადგენს გაშევა. მოდი ციკა, რა ქენი? რა ფენდა ვიყავი გასაუბრებაზე მარიკა და არ ამიყვანეს. არა და იცი რა მაღალი ხელფასი იყო? ცუდია. კარგი ხელფასი თუ გექნებოდა მანქანასაც იყიდდი. რატო არ გიყვანეთ? კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა. აი შენ თუ მეტყვი complete modeling animation system რას ნიშნავს? მაშინ გეტყვი რატო არ ამიყვანეს? მიდი. უკაცრავად. ერთი წუთი. ანტილოპებია. ვაიმე, ანტილოპებია? აუ, მიცი, ირაკლი იცი რას ვფიქრობ? ლაგოდეხის ნაკრძალში ანტილოპები იქნება. ხო, ანანო, მე მგონი ლაგოდეხია ეს თუ ახმეტა, არ ვიცი. გამარჯობა. გაიცანით ეს ირაკლის ბიძაშვილია, სხვათა შორის მუსიკოსია. აი ეს თიკა, ეს ანანო. სასიამოვნოა, სასიამოვნოა. უკაცრავად, თქვენ მუსიკოსი ხართ? დიახ. რაღაც რო კითხოთ. Complete modeling animation system რას ნიშნავს ხომ არ იცით? არა, მაგრამ გონი მუსიკალური ტერმინი არ უნდა იყოს. არ არის ხო მუსიკალური? გამარჯობა. მოდით. თამარი, სასიამოვნოა. ნინო. სასიამოვნოა. გაიცანი თამარ, ეს არის ნინო ირაკლის ბიძაშვილი. ეს თამარია ჩვენი კარის მეზობელი. ეს არის თამარი, მარიკა შენ რომ მიყვებოდი? არა, მე რომ გიყვებოდი ნინო, ის იყო ლიკა ტალახაძე. ის ლიკა გაუთხოვარი როა და სიძერო მასთან ცხოვრობს სახში? მე რაღაც ამერია მე მგონი. აგერია. მარიკა, ნუ რა თქვი ხა, ვითომ რა გააკეთე? თამარ, ეს არის ირაკლის ბიძაშვილი, ქუთაისიდან ჩამოვიდა და უბრალოდ აინტერესებდა ეს თბილისური ამბები და ერთი-ორი დღე დარჩებოდა წამამერი. გასაგებია. ეს იგი ეს ახალია. და რა საქმიანობს ნინო, რატო ჩამოვიდა? თამარ. ირაკლი, ხო, ანანო, დაიმახსოვრე და მომიყევი. რა და ახლა ქუთაისში ხო რემონტია? რემონტია, ბუღია, ტვერია და გამოერიდა, ჩამოვიდა და ცოტა ხანი აქ იქნება. ბრავო. ხო, ერთი-ორი დღე დარჩება, სანამ თავის მანქანას გაყიდის და თამარ, მანქანა რო იყიდო, არ გინდა? მანქანა არა, მარიკა, შაქარი მინდა რა. თამარ, შემთხვევით შენ ხომ არ იცი complete modeling animation system რას ნიშნავს? დაგეწყო ხო შენს? ეგრე იცის გაუთხოვრობამ ჩემო. გაგახო მარიკა. გაგე. გამარჯობა. სადრო, აი შენ უნდა იყიდო ახლა მანქანა. რა მანქანა მარიკა? სანდრო, ირაკლის ქუთაისელი ბიძაშვილი ყიდის? ქუთაისი ქალაქია. ინდრუს ინდუსტრიის, სანდრო, ინდუსტრიის და თუ კიდე complete modeling animation system-ის თქვი. ეგ რა შუაშია? სამ განზომილებიანი სივრცის ანიმაციური ტერმინებია. ეს ანტილოპა რას დარბის წინ დაუყო? ანანო. ეს არის სავანა. ხო. ეს ანტილოპებია. კი. ეს ანტილოპა არის დედალი. ეს მამალი. ხო და ეს მამალი დაძდევს ამ დედალს. და დედალი უარზია, არაო. ხო და აი ასე დარბიან ერთი 10 წუთია და რა ვიცი. ალო. გოგი,
მარიკა ვარ გოგი. როგორ ხარ? ესმა როგორ არის? და მანქანა? რა მანქანა გყავს შენ? კარგი გოგი რა, გეკადრება ახლა შენ ეგ მანქანა. მე ეს რა ყავდეს არ გინდა? აგი. ხარ. ჩიკა, აი ლონდონში რომ ვსწავლობდი. ხო, იცი რა, დილით დავიბანი ცოტა. როგორ ვარ გითხარი? ეს ხო ანიმაციური პროგრამის ტერმინებია. ხო. ზექი სამარებაშია. დიახ. აჭკარი გამერსედესი, დიახ. არა. თბილისში არ უმია, იცი ძირითადად ქუთაისში. ჰედევან წამოდი ახლა ნუში აჭამე მახოს წამოდი შექშლის წამოდი რო გეუბნები არაო ირაკლი კიო ნახე ბიჭო რა მაგარია რა ირაკლი ეხლა ეს შენ მართლა გაინტერესებს? კარგი ლაშა ძალიან მაგარია რა გადავთოთ რა კარგი რა ლაშა კარგი რა არ გაინტერესებს ბიზონები როგორ ცხოვრობენ? ნახე რა ხელა ბიზონია აუ ირაკლი აუ ერთი ანკეტა გადამრჩა და დავამთავრებდი ბალიმო დამეხმარე რა კარგი ანანო როგორ დაგეხმარო მე ხა შენი ანკეტის გულისთვის მარიკას ვერ გავცილდები და სხვა ცოლს ვერ მოვიყვანო ანანო ახლა ეგ ჩემთვის პრობლემა არ არის მაგრამ ამ შუაღამისა საბაროგო არა ხე არ მეგულისხმე ანკეტა ვაიმე შვილო ირაკლი, ჩემი ლაშა აქ არის? აქ არის? რა ხდება? ვაიმე დედა. ავტომობილი. ვაიმე შვილო. დედა რა? ვაიმე. მე იმ სახლში დამბრუნებელია. სან მე დაჯექი დედა ხეთება ხალბატონო ნელი თქვენ არინერვიულად დამშვიდით დაბრძანდით აი აქ ბიზონებია და მთელი ამბავი ქალბატონელი ძადებოდეთ ესე ქალბატონელი კარგად დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ რამდენი წელი ხართ ოჯახში ლაშა წამიყვანე შვილაკი რანკეტა ანანო რანკეტა